ზვიფასო გეიებო, დროა გააცნობიეროთ, რომ მემარცხენეებმა გატყიდეს ისლამისთვის. დიახ, იცით იმ პატარა ჯგუფმა, რომელიც ფიქრობს, რომ თქვენ არ გაქვთ არსებობის უფლება. და ვისურვებდი, რომ ეს გენიალური წინადადება თავად მომეფიქრებინა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფრაზა პოლ ჯოზეფ უოტსონის ვიდეოდანაა, რომელიც 9 წლის წინ გამოქვეყნდა, რაც ნიშნავს, რომ ეს სიმართლე უკვე 9 წელია არსებობს. და 9 წლის განმავლობაში ყველანი თვალებს ხუჭავდით და თამაშობდით, თითქოს ეს ყველაფერი არ ხდებოდა. ისე რა მოდის, რომ სასარგებლო იდიოტები სინამდვილეში ის ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთი უფლებებისთვის იბრძვიან და ყოველდღე იყენებენ და ავიწროებენ ფსიქოპათი ისლამისტები, რომლებსაც ჩვენგან ყველაფრის წართმევა სურთ. იცი როცა ამბობენ ეს ძველია, მაგრამ კარგია. ზუსტად ეს არის ეს ვიდეო და პირადად მე ძალიან მომწონს. მოგესალმებით pushback-ში, მე ვარ იარა ქეი, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს, დაალაიქებთ ამ ვიდეოს და მოდით უბრალოდ 1 წუთით ვუყუროთ. როგორ გამოიყენეს ისლამისტებმა მემარცხენეები და როგორ უღალატეს გეიებს? ან კვიზი, ან ტრენდული ტრანსგენდერები, ან ყველაფერი რაც შედის LGBTQ, FTS, SBS, NTL, LGBTQ, FTS, SBS, NTL, MNNP ჯგუფურ მოძრაობაში. მზად ხარ? ალბათ არა. წავედით მეგობარო. მე მიყვარს ყველაფერი, რასაც ის აკეთებს. პოლ ჯოზეფ უოტსონი, გადახედეთ მის არხს. ცისარტყელას ფილტრის დამატება თქვენს Facebook-ის პროფილის სურათზე ვერ ჩაანაცვლებს იმას, რომ საჯაროდ დაგმო ისლამის მხრიდან გეების მიმართ ძალადობრივი სიძულვილი. აი ასია და ის ზუსტად სწორად ამბობს ამას, პირდაპირ დასაწყისიდანვე. ესეთი ბევრი ადამიანი მზადაა წარმოუდგენლად აქტიური იყოს, როცა საქმე ეხება იმ საკითხების დაცვას, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ უბრალოდ ამას არ აკეთებენ, როცა საქმე ეხება რეალურ საფრთხეებს მათი საზოგადოებისათვის. იქ იქნები, დადებ ცისარტყელას და იტყვი: "ხო, დიახ, მართვა ვზრუნავ გეებზე." მაგრამ როცა გეები რეალურად იტანჯებიან ისლამისტური მოძრაობის დევნისგან, ამას ხმამაღლა არ იტყვი, რადგან შეიძლება რასისტად ჩაქთვალონ. სუსტი და სენტიმენტალური ჰეშტეგის შექმნა, მაგალითად, ილოცეთ ორლანდოსთვის არ შეაჩერებს ისლამის ძალადობრივ სიძულვილს გეების მიმართ. ჰეშტეგის Twitter-ი ილოცეთ ორლანდოსთვის, რომ მეგობრებს აჩვენო როგორი თანაგრძნობიანი ხარ, არ შეაჩერებს ისლამის ძალადობრივ სიძულვილს გეების მიმართ. ეს ძალიან მომწონს. ვერ ვიტან, როცა ადამიანები ყველაფერს კალბად აკეთებენ. გულისხმობ გონი ამ ეტაპზე ეს უკვე გადავახეთ, მაგალითად, როცა პროფილის სურათს იცვლიან, რომ აჩვენონ, თითქოს ძალიან ზრუნავენ, ან რაღაცებს პოსტავენ, მაგრამ მე არაფერს აკეთებენ, რაც რეალურად დაამტკიცებ და რამდენად ზრუნავენ, რადგან ეს უბრალოდ სათნოების აფიშირებაა. და გულწრფელად რო ვთქვა, თავის გამოჩენა მოსაწყენიცაა და გამაღიზიანებელიც. კი, რაღაც აზრი აქვს, რადგან თემას აქტუალურს ტოვებს და ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგი ადამიანი ხარ. თუ ყველაფერი რაც გააკეთე იყო ის, რომ სურათი შეცვალე, რომ ადგილობრივ ტრენდს ახვე, ან Instagram-ზე ისტორია გამოაქვეყნე იმის დასამტკიცებლად, რომ რაღაცაზე ზრუნავ. ყურადღების მიფხრობა კონკრეტულ კონფლიქტზე არ გხდის კარგ ადამიანად, თუ რეალურად არ დაგიხედავს ამ კონფლიქტისთვის. და გააცნობიერე, რა არის პრობლემა და თავად პრობლემას ასახელებ, არა მედიას მანიპულაციას, ხო გესმის? სანთლებით განათებულ საღამოს დასწრება მხოლოდ იმისთვის, რომ შენი Facebook-ის პროფილი სელფებით გაავსო და სოციალური მოწონება მიიღო, ისლამის ძალადობრივ სიძულვილს გეების მიმართ არ შეაჩერებს. ჰეშტეგით #LoveIsLoveIs Twitter-ი, რომ მარჯვენა ქრისტიანებს აჯობო, ისლამის ძალადობრივ სიძულვილს გეების მიმართ არ შეაჩერებს. ჰეშტეგით #LoveIsLoveIs Twitter-ი. მაშინ, როცა მუსლიმურ ქვეყნებში გეების უფლებების დამცველებს ისლამოფობება დაცხადებ, ეს ხომ აქტივიზმის რისკზე წასვლა არ არის? მართალია. შეწყვიტეთ თავის მოჩვენება, თითქოს აქტივისტები ხართ, ან თითქოს მართვა გეცოდინებათ, არ გაღელვებთ. თუ არ ხართ მზად რამე გააკეთოთ ყველაზე დიდ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც რეალური, ნამდვილი, სრული და გულწრფელი საფრთხეა. თქვენი ცხოვრება. მუსლიმურ ქვეყნებში გეების რის რეალურ დევნაზე საუბარი და იმ ადამიანების დაყოფილად მოხსენიება, ვინც ყურადღებას ამახვილებს ისლამის გავრცელებულ ჰომოფობიაზე, ვერ შეაჩერებს ისლამის ძალადობრივ სიძულვილს გეების მიმართ. სხვათა შორის, თუ არ იცით, ვინ იყო ის ქალი, აუცილებლად უნდა იცოდეთ, ვინ არის ის. ის არის აიან ჰასან ჰალი და ის არის ადამიანი, რომელიც წლებია შეუჩერებლად საუბრობს ამ თემაზე. მე მინახავს როგორ ლაპარაკობს ის. ეს 9 წლის წინ არის. და ის დღემდე ცდილობს აუხსნას ხალხს, რომ ისინი ვერ ხვდებიან სინამდვილეში რასთან აქვთ საქმე. რადგან თავად გამოვიდა ამ კონფლიქტებიდან. ორლანდოს მასაკრის მასობრივ სრულად მოხსენიება. ამიტომ, თუ მეორე შესწორებას გაამთხუნებ და ისლამს პასუხისგებლობას მოუხსნი, ეს არ შეაჩერებს ისლამის ძალადობრივ სიძულვილს გეების მიმართ. ქრისტიანების, რომლებიც უარს ამბობენ გეი ქორწილის ტორტის გამოცხობაზე. ჯიხადისტებთან გათანაბრება, რომლებიც ცივსისხლიანად ხოცავენ ჰომოსექსუალებს. არგუმენტის მონოპოლიზაცია არ არის.
სწორია. და სხვათა შორის ეს ყველაფერი. მეორე, ხედავ პოლიტიკოს, რომელიც გამოდის და აკეთებს განცხადებას, სადაც პოლიტიკურ მოვლენას იყენებს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის გასაწევად. ყოველთვის. ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ პოლიტიკური დღის წესრიგი აინტერესებთ. არამედ იმიტომ, რომ ეს იდეალურად ერგება მათ რიტორიკას. ასე რომ, როცა ამბობენ, ნახეთ, სკოლაში სროლა, მოდი, კონსტიტუციის შესწორებებს ავესხათ თავს. ნახეთ, ყოველთვის. ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ რეალურად აინტერესებთ სროლები. ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ რეალურად აინტერესებთ. თუ მცხოველი თეთრ ტორტს აცხობს თუ ფერაც. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი უბრალოდ იყენებენ ამ მომენტებს პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, ან თავიანთი მორალური უპირატესობის საჩვენებლად. კიდევ ერთხელ, მუსლიმი ყოფნა ვერ შეაჩერებს იდეოლოგიას, რომელსაც პირდაპირ დასავლური ცივილიზაციის განადგურება უნდა. მაგრამ ომარ მატინი ექსტრემისტია. როგორ ბედავთ ყველა მუსლიმს ტერორიზმში ადანაშაულებთ, მართლა? ანუ ფიქრობთ, რომ ისლამი სიძულვილი ჰომოსექსუალების მიმართ მხოლოდ ექსტრემისტების რწმენა არ რწმენა? შემიძლია ვთქვა, რომ ეს მართლაც საინტერესოა ჩემთვის, რომ 9 წლის წინ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზუსტად არ იცოდეთ თემები, ეს საკითხები ისევ გრძელდება, მეგობრებო. ეს ჩვენთვის ასე დიდი ხანია ხელმისაწვდომია და ეს ყველაფერი ისევ გრძელდება. ეს უბრალოდ სირცხვილია ჩვენთვის. რატომ ვერ ვსწავლობთ გაკვეთილს? როდესაც მივხვდით, რომ ეს შოუ ჩვენი სრულ განაკვეთზე სამშაო გახდებოდა, გავაცნობიერეთ, რომ სპონსორები დაგჭირდებოდა. მაგრამ მე მტკიცედ ვამბობდი, რომ მხოლოდ იმ პროდუქტებს გავუკეთებდით რეკლამას, რომლებიც კარგია ჩვენი გამომწერებისთვის. ჩვენ ვეძებდით კომპანიებს, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებენ თქვენს ცხოვრებას. და Chapter ერთ-ერთი პირველი არჩევანი იყო ჩვენთვის. არ გჭირდებათ, რომ მეგითხრათ, რომ მედიკერი პრობლემურია და ძვირი ღირს. და ეს ძალიან მაწუხებს, მაგრამ სწორედ ამიტომ არსებობს Chapter. და გთხოვთ, მითხარით, რომ უკვე დაიწყეთ მათი გამოყენება. რადგან ისინი გეხმარებიან, აირჩიოთ ის გეგმა, რომელიც რეალურად თქვენთვისაა შესაფერისი და არა ის, რომელიც მრჩევლებს აძლევს სარგებელს. მომხმარებლები საშუალოდ $1100-ზე მეტ ზოგავენ. მათი ზარი უფასოა, დაახლოებით 20 წუთს გრძელდება და შეიძლება თქვენ ან თქვენ საყვარელ ადამიანს ბევრი ფული და სტრესი დადიზოგოთ. დარეკეთ Chapters ნომერზე 610 680 3327. ანუ 610 680 3327 და ამავდროულად მხარი დაუჭირეთ The Pushbacks. ყოველთვის შეიძლება იგივე ბრალდებებით მოვიდნენ. ეს სპიკერი მხარს უჭერს სიკვდილით დასჯას ჰომოსექსუალებისთვის, ეს სპიკერი მხარს უჭერს სიკვდილით დასჯას ამ დანაშაულისთვის, ან იმ დანაშაულისთვის, ან რომ ის ჰომოფობია, რომ ისინი ქალებს ამცირებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იგივე ძველი ამბებია, რაც ყოველთვის მეორდება. და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვუთხრათ მათ. მე ყოველთვის ვცდილობ უთხრა ეს. ნახეთ, ჩვენ არ ვიწვევთ იმ სპიკერს, რომელსაც ასეთი უკიდურესი რადიკალური შეხედულებები აქვს. როგორც თქვენ ამბობთ, არა, ეს შეცდომაა, ხო ასეა. რა თქმა უნდა, ეს უნდა ეთქვა, ეს შეცდომაა. ეს ზოგადი შეხედულებებია, რომლებიც სინამდვილეში ყველა მუსლიმს აქვს. ყველა მუსლიმი ამ ყველაფერში დარწმუნებულია. მინდა ძალიან ნათლად განმარტო, რა თქვა მან. ის ამბობს, რომ როცა ადამიანები მოდიან ჩვენთან და ეკითხებიან, როგორ სინამდვილეში ეს ისაა, რასაც ყველა ვფიქრობთ, ყველა ვიჯერებთ, ანუ ყველა ვუჭერთ მხარს ექსტრემისტულ შეხედულებებს. თქვენ ხართ პრობლემა. რატომ უნდა ვთამაშობდეთ? თითქოს ასეთი ექსტრემისტული შეხედულებები არ გვაქვს, როცა სინამდვილეში გვაქვს. ღმერთო ჩემო, ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, არა მეგობრებო? მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ამას არ გეუბნებიან, ან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მედიაში არ ჩანან, არ ნიშნავს, რომ ამ შეხედულებებს არ იზიარებენ. ამიტომ კითხავთ. ყველა სამოთახში კითხავთ, თქვენგან რამდენი ხართ ჩვეულებრივი მუსლიმი? არ ხართ ექსტრემისტი, არ ხართ რადიკალი, უბრალოდ ჩვეულებრივი სუნიტი მუსლიმები ხართ. ვთხოვთ, აწიოთ ხელი. ყველანი, მაშაალლაჰ, სუბჰანაჰუ ვა ტაალა. კარგი, ჩამოწიეთ ხელები ისევ. თქვენგან რამდენი ეთანხმებით იმას, რომ კაცები და ქალები ცალ-ცალკე უნდა ისხდნენ? ვთხოვთ, აწიოთ ხელი. შეამჩნიეთ ეს გმირი ბიჭებო, სხვათა შორის, შეხედეთ ამ გმირს. უბრალოდ დათვლა უნდოდა. ვერ დაუძახებ, ვერ დაინახავ. ერთი ბიჭია, რომელიც ხელს არ წევს. ერთი ბიჭია. ნება მომეცით ეკრანი ცოტა გადავწიო. აქ არის ერთი ბიჭი, რომელიც ხელს არ წევს. ნიშნულოვანია, რომ ყველამ ეს შეამჩნიოს, რადგან ეს დიდ განსხვავებას ქმნის. ყველა თანხმდება, ძმებო და დებო, სუბჰანალლაჰ. ასე რომ, ეს მხოლოდ ეს რადიკალური შირშტანი არ არის, ალლაჰუ აკბარ. შემდეგი კითხვა. თქვენგან რამდენი ეთანხმება ამას? სასჯელები, რომლებიც აღწერილია ყურანში და სუნაში, იქნება ეს სიკვდილი, იქნება ეს ქვისროლა მრუშობისთვის, რაც არ უნდა იყოს. თუ ეს ალლაჰის და მისი მოციქულისგან მოდის, ეს არის საუკეთესო სასჯელი, რაც კი ოდესმე შეიძლება არსებობდეს კაცობრიობისთვის.
და სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ მსოფლიოში. ვინ ეთანხმება ამას? ალლაჰუ აკბარ. ნახეთ რა ახალგაზრდები არიან ეს ბავშვები, ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან. ამ აუდიტორიაში ბევრი ადამიანია, ხედავთ? ესენი უბრალოდ პატარა ბავშვები არიან. მაგრამ თქვენ ყველანი რადიკალი ექსტრემისტები ხართ. სუბჰანალლაჰ. ანუ თქვენ ყველა ამბობთ, რომ ჩვეულებრივი მუსლიმები ხართ, ყველა სხვადასხვა მეჩეთში დადიხართ, ნორვეგია. თუ თქვენ რომელიმე კონკრეტული სექტის წევრები ხართ, მაგალითად ისლამნეტის სექტა ან რამე მსგავსი, ასეთები ხართ? არა, ასეა. თქვენ ასეთები ხართ. წერტილი. გთხოვთ, აციოთ ხელი თუ მოგწონთ ეს ექსტრემალური ისლამნეტის სექტა ან რამე მსგავსი. არავინ. იცით რა არის ამაში ყველაზე საშიში? ეს ვიდეო ძალიან ძველია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რასაც მთელი ეს დრო ვამბობდით. ყველა ყოველთვის თავს მესხმის, მაგრამ შენ ამას ვერ იტყვი. როგორ შეგიძლია ასე თქვა? ეს უბრალოდ ისლამისტებია, მცირე უმცირესობა, პირველ რიგში, თუნდაც მცირე უმცირესობა იყოს. ეს არგუმენტი უკვე მილიონჯერ გავიმეორე. თქვათ ეს არის 10-დან 20%-მდე გააკეთეთ გამოთვლა მილიარდობით ადამიანიდან, კარგი, მინიმუმასობით მილიონი. თუ ეს არის 10% 1 მილიარდიდან, რაც მაინც ნაკლებია ვიდრე მსოფლიოში რეალურად არსებული მუსლიმების რაოდენობაა, ეს არის 100 მილიონი ადამიანი და თქვენ უნდა ღელავდეთ 100 მილიონ ადამიანზე. მართლა უნდა ღელავდეთ 100 მილიონ ადამიანზე. ეს ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია. მაგრამ თქვათ ეს რიცხვი უფრო მაღალია. რა არის ეს 200, 300, 400 მილიონი ადამიანი? მაგრამ რასაც ეს კაცი ამბობს, ისაა, რაც ჩვენ ყველა მასე თუ ისე ვიცით. ანუ ეს არ არის გამიჯვნა ისლამისტებს, ექსტრემისტებსა და ჩვეულებრივებს შორის. ჩვეულებრივები, ამონაკლისები არიან. ისინი, ვინც უბრალოდ ცოტათი იღებენ ისლამს, მაგრამ რეალურად არ სჯერათ მისი სიმართლე. ესაა გამონაკლისი წესიდან. ჩვეულებრივები ყველა ეთანხმება ამ ფილოსოფიებს. მეგობრებო, გონს მოვეკოთ, დროა გონს მოვეკოთ. იმიტომ რომ ისინი ამბობენ ამას, არა მე, ისინი ამბობენ ამას. ჩვენ არ ვართ ექსტრემისტები. ჩვენ უბრალოდ ჩვეულებრივები ვართ. ისინი ამბობენ ამას. რამდენი თქვენგანი უბრალოდ დადის ამ ჩვეულებრივ მეჩეთში? ეს ჩვენს ჩვეულებრივ სუნიტურ მეჩეთშია. გთხოვთ აციოთ ხელები. ალლაჰუ აკბარ. თუ ეს გამოგჭათ, ნება მომეცით აგიხსნათ. თქვენ ახლახან ნახეთ ოთახი, სავსე ასეთ წოდებული ზომიერი მუსლიმებით დასავლეთის ქვეყანაში, რომლებიც ერთხმად დაეთანხმენ, რომ ყველა გეი უნდა იქნეს დასჯილი სიკვდილით. უნდა გესაუბროთ ორლანდოს მეჩეთში მყოფ მუსლიმ სასულიერო პირზე, რომელმაც მარტინის ხოცვა ჟლეტის რამდენიმე კვირით ადრე განაცხადა, რომ ყველა გეი უნდა იქნეს დასჯილი სიკვდილით. უნდა გესაუბროთ იმაზე, რომ დიდი ბრიტანეთის მუსლიმების 52% ფიქრობს, რომ ჰომოსექსუალობა უნდა იყოს კრიმინალიზებული. სხვათა შორის ეს 2016 წელს იყო, როცა ამ თემაზე საუბარი თითქმის საერთოდ არ შეიძლებოდა, რადგან ციფრები ჯერ კიდევ საკმარისად ცუდი არ იყო. მაგრამ ეხლა 2026 წელია, თითქმის 20 წელი გავიდა. 10 წელი არ ვიცი რა თქვი 20 წლის შემდეგ. და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მას შემდეგ ეს მაჩვენებლები წარმოუდგენლად გაიზარდა. იმაზე თუ როგორ უწოდა თურქულმა მედიამ ფულსის ღამის კლუბის მსხვერპლებს გარყვნილები. როგორც იქნა აი ასეა მეგობრებო, თუ თქვენ იმ სასარგებლო იდიოტებს შორის ხართ, ვინც ჯერ კიდევ მართლა ფიქრობს, რომ მემარცხენეები თქვენ არ გიყენებენ ისლამური იდეოლოგიებისთვის, მაშინ გთხოვთ, გამოფხიზლდით. როგორც უკვე თქვი, გადახედეთ პოლ ჯოზეფ უოტსონს. ეს მისი ვიდეოა, ძვირფასო გეიებო. მარცხენა ფრთამ გაკიდათ ისლამის გამო, რადგან მარცხენა ფრთამ მართლა გაკიდათ ისლამის გამო და არ ეშინია ამის გაკეთების და ამას ისევ აგრძელებს 10 წლის შემდეგაც კი. და ის ფაქტი, რომ ეს ისლამისტები თავად ამბობენ ამას, ჩვენ კი არ გვჭირდება ამის მოფიქრება, არამედ თქვენ ამას ყველგან ხედავთ. და ამ ყველაფერი რაც უნდა გააკეთოთ არის უბრალოდ სათნოებაზე მიანიშნოთ, მაგრამ რეალურად არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ. რაც თავისთავად პრობლემაა. თუ თქვენ ხართ ვინმე, ვინც ფიქრობს, რომ ადამიანებს უნდა ქონდეთ უფლება დაქორწინდნენ ვისცეთ სურთ და მე არ გულისხმობ მხოლოდ გეებს, არ გულისხმობ მხოლოდ ქვიარებს, მე ვგულისხმობ ქალებს, ბავშვებს. ბავშვებს უნდა ქონდეთ უფლება აირჩიონ ვისზე სურთ დაქორწინება. თქვათ 9 წლის გოგონა არ უნდა აიძულონ დაქორწინდეს უფროს კაცზე. ან ქალებს უნდა ქონდეთ უფლება აირჩიონ, ყავდეთ 1 ცოლი თუ 7, 1 ქმარი, ან იყვნენ 7 ცოლიდან 1-1. ეს მათემატიკა მნიშვნელობას არ აქვს, მაგრამ თქვენ მიხვდით აზრს. თავარი აზრი ასეთია. თუ ფიქრობთ, რომ ადამიანებს უნდა ქონდეთ თავისუფლება გააკეთონ ის, რაც სურთ, სანამ ეს სხვებს არავნებს, სამწუხაროდ ისლამისტები თქვენი მტრები არიან. ბოდიში რომ ამას გეუბნებით. ვიც შეიძლება ეს ცოტა არაკომფორტული იყოს, მადლობა ყურადღებისთვის.